საქართველოს ეროვნულ გალერეაში აფხაზი გრაფიკოსის და ფერმწერის ალექსანდრე შარვაშიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნა. გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მოეწყო. საგამოფენო სივრცეში ერთი თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული უნიკალური ნამუშევრები და ხელოვანის პირადი არქივი. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილმა მიმართა, რომელმაც მხატვრის შემოქმედებასა და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გამოფენა 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და დამთვალიერებლებს ნამუშევრების ხილვა უფასოდ შეეძლებათ. გარდა იმისა, რომ მან შექმნა ეპოქა, მან დაწერა ისტორია, რაც აისახება ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შორის ხიდის აგებაში და საზოგადოებების ერთმანეთთან დაკავშირებაში, რაც ჩანს თავის ნამუშევარში, ის დიდი ტოლერანტული სული, რაც იკვეთება თითქმის ყველა მის ნამუშევარში. ჩვენ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად ეს შესანიშნავი დღე მიგვეძღვნა მთლიანად ალექსანდრე შარვაშიძის სახელის უკვდავსაყოფად. ასევე მინდა უღრმესი მადლობა გადავხადო ნიკა ახალბედაშვილს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების განხორციელებაში.